როდესაც ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტის მქონე ქვეყნებზე ვსაუბრობთ, ცხადია, ამ რეიტინგში მოწინავე პოზიციებს მცირე რიცხოვანი მდიდარი სახელმწიფოები ინაწილებენ. ამის ნათელი მაგალითია ლუქსემბურგი, ჯუჯა სახელმწიფო, სადაც სულ რაღაც 675,000 ადამიანი ცხოვრობს, თითოეულ მათგანზე განაწილებული სიმდიდრის მოცულობა კი $150,900 შეადგენს. უნდა ითქვას ისიც, რომ ლუქსემბურგი ევროპის მთავარი ფინანსური მომსახურების ცენტრია და ამავე დროს ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასითაც არის გამორჩეული. ლუქსემბურგს მცირედით ჩამოუვარდება აზიური ვეფხვი. სინგაპურის შემთხვევაში ერთ მოსახლეზე მუშიპოს მაჩვენებელი $153,600 უტოლდება. აზიის შვეიცარია წოდებული ქალაქ-სახელმწიფო მსოფლიოში ბიზნესისა და სავაჭრო ცენტრების უმსხვილესი კერაა, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც მაღალშემოსავლიანი პირია. სინგაპურის დიპლომატიური ნეიტრალიტეტი, როგორც აზიურ, ისე დასავლურ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ამ ქვეყანაში ბიზნესი წარმატებით დაიწყონ. ქვეყანა გამორჩეულია ეკონომიკური თავისუფლების დონითაც, რაც შედარებით მსუბუქსა გადასახადო ტვირთსა და ინვესტიციების მარტივად განხორციელების შესაძლებლობას ითვალისწინებს. ერთ მოსახლეზე მუშიპოს ყველაზე მაღალი მაჩვენებლით რეიტინგში ხვდება ასევე მაკაო. ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციული რეგიონი 2001 წლიდან, ანუ სათამაშო ინდუსტრიის ლიბერალიზაციის შემდეგ პატარა ლას-ვეგასად გადაიქცა. ტურისტული მიზიდულობის კერად იქცა და მისმა ეკონომიკამ სწრაფი ზრდა აჩვენა. ამჟამინდელი მონაცემებით 720,000 მოსახლით მაკაოს ეკონომიკა $43 მილიარდ აღემატება. ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა კი $120,250. მაკაოს შემდეგ ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი $131,550 შემოსავლით ირლანდია გვხვდება. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებული ქვეყანა, სადაც მრავალეროვნული კორპორაციების სათაო ოფისების დიდი ოდენობა იყრის თავს და სიმდიდრეც გარკვეულწილად სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარეობს. სიმდიდრის მაჩვენებელში თავისი წვლილი აქვს ქვეყანაში პრო-ბიზნესულ გარემოს, კორპორაციული გადასახადების დაბალ განაკვეთებსა და მაღალ კვალიფიციურ სამუშაო ძალას. 221 მილიარდიანი ეკონომიკის მქონე კატარში სულ 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თითოეული მათგანის წლიური შემოსავალი კი $118,760 შეადგენს. სწორედ ამ მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგის 5-ს ხურავს. ქვეყნის მთავარ ეკონომიკურ დასაყრდენს ნავთობისა და გაზის დიდი მარაგი წარმოადგენს. კატარის მუშიპოს 60% სწორედ ნავთობზე მოდის. ბოლო წლების განმავლობაში ნავთობის გაძვირების გამო კი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან სწრაფად გაიზარდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კატარი მუდმივად ცდილობს განავითაროს ტექნოლოგიური სფერო და შექმნას ძლიერი კომპანიები, რათა მისი ეკონომიკა მხოლოდ საწვავზე დამოკიდებული არ იყოს. იმ ტოპ-10 ქვეყანას შორის კი, სადაც ერთ მოსახლეზე სიმდიდრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ასევე ვხვდებით ნორვეგიას, შვეიცარიას, ბრუნეის, გაიანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს.